დილამჟიტობის მეგობრებო, 800 უკლია 20-დან წავდით სამსახურში. გავიხედოთ ჩვენი მარშრუტკა უკვე თან მალე მოვა. გთხოვთ ვინც მოიცლით ჩემი გრიპისთვის ილოცეთ რომ თუ მოიცლით ილოცეთ რომ ყველა კვირის ბოლოს არ მკვდებოდ, ხო შეიძლება რომ დაგჭებათ მხიარულება გვერდით. ეხა თვის ბოლოს უნდა მივცხო იმუნიტეტის წამლები, იმიტომ რომ იმას ვქნა რა ქვია. მოვიშორო იქნება ეს გრიპი რამენაირად. მოდის ჩვენი რაში. ამ გაგანია მეტროს ტერიტორიაზე ამ ჩხლართ შეხედეთ ხალხო. ამას ჯერ მარტო აი ეს მონაკოთი ლამპის 16 სართულია და მაგის თაბლა ანუ აი რატო შვილო აი ეს ხლართი კარგი ანუ რამხელა უბრალოდ შეხედეთ ხალხო რამხელა ანუ რა არის რა ფუტურება ასე მგონია თავს უნდა დამეცეს ეს კორპუსი მერთობა როგორ უშნობდება ყველაფერი ასე აი ამიტომ უშნობდება გამეჯება გენეცი რას დაიმკვანაო თბილისიო და რა ვიცი ხალხო გაგანია იმაზე რომ ამ ხელა რაღაცა ხლართებს იმას იზავთ აშვენებ დაუშნოვდება აბა რას იზავს არა მარტო მაგას ხა იმდენი პრობლემა მაგრამ ანუ კორპუსებს რო შევეხოთ რა ეხლა მე გაჩვენებთ კიდე კორპუსს ფაქტობრივად მგონი მესახლისია სახლი იყო მაგრამ მგონი პატრონი მოყვება თუ ვინ არის არ ვიცი შეგეთქვით იმდენი პრობლემაა მაგრამ ეგეც ხო არის ანუ არის თან ძალიან დიდი პრობლემა ეს უკვე დაიკეტა სხვა რაღაცეებია მარიკო მიბრუნდი დედიკო მიბრუნდი სიყვარული hello ფამილას კოსისა დღეს გაიგუძა ქალბატონმა ისეთი ტირილით კარგა ხანია მსგავსი რამ არ მოუწყვი ანუ ვერ აგიხსნით სადღაც 15 წუთი ვიბრძოლეთ აი მე რა ისტერიკა გქონდა თქვენ არ იცით ძალიან აი აქ ხალხო ეს შიგნით შიდა მხარია ანუ ტუნელი ჩვეულებრივი ჩვენი მეგობარის ბარი რადე წადი სალაროსთან მადლობა ნელა აგიყიდა დედამმა ჩვენი აბა ძალიან მომწონს როგორც საბერძნეთში არის კორპუსები ანუ ამ სიმაღლე კორპუსებს ხალხო რა ვერსად ვერ ნახავთ ჩვენთან რომ ოღონდ ზემოდან დავაშენოთ და ოღონდ მსგავს რამეს იქ მართლობებ ნახავთ ისეთი დაბალი ზოგადად კორპუსების შენობებია და იმდენად მომწონს ისეთი ნახა მაგათ აი ნებზე რო აქვთ ხალხო გამწვანება 64 აი რა ვიცი ხა საბერძნეთი გამოირჩევა განსაკუთრებით იმით რომ ტყის დეფიციტია და არა აქვთ ისეთი ტყეები მაგათ როგორც ჩვენ მაგრამ გამწვანების კუთხით რაც მათ აქვთ მოწინავე ადგილებს იკავებენ ქვეყნებს შორის იმიტომ რომ დადიხარ ქუჩებში და შენობებს უყურებ ხალხო თვალს ისე მოსწონს იმიტომ რომ აქვთ ულამაზესი არ ვიცი მე რაღაცა ჯუჯახეები აივანზე სასწაული გამწვანება აქვთ აუცილებელი კი არ არის რაღაც ყვავილებს იბავდეს აუცილებლად არა უბრალოდ გამწვანება აქვთ სასწაული ხალხო და ანუ ისე მომწონს რომ აი არ ვიცი თვალს და გულს უხარია ძალამაზია ძალიან აი ერთ-ერთი ყველაზე არავიზუალური შენობა ჩემი სამსახურის პირდაპირ ანუ აი ესეთი უშნო ხალხო რამე გინახავთ ან რა გახდა ახლა ამ გაგანია საფურთალოზე ამის გაკეთება ეს შენობა აი რა ვიცი ხალხო რაღაცას
რაღაც ძალიან არ მომწონს ეს კალიდოური სისტემების რაღაც აივნებია შეშინელება. მივუახლოვდით სამსახურს. წავედით. მიაწექი საყვარელო ხია. ატიტე. ფრთხილად. დილამშვიდობისა, მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი, ვაიმე. ხალხო, რამდენი ხანია ეს სიტყვები არ მithქვავს? კვირიდან კვირამდე ჩვეულებრივად მენატრება ხოლმე ეს რიტუალი, იმდენად ვეღარ ვკონტაქტობ ხშირად თქვენთან, რომ ყველაფერმა ხო ისედაც მიჩვევა იცის, აბსოლუტურად ყველაფერმა და იმდენად მივეჩვიე ამ ყველაფერს და იმდენად ეს რუტინა უკვე ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ აი, რა ვიცი, მენატრება ხოლმე, რომ აი ესე დავჯე, ენა გადმოვაგდო და ბიჭორაო, როგორ ხართ ხალხო, როგორ აშვებით? ხო ხართ კარგად. მზიანი ამინდი გვაქვს თბილისში, რაც ძალიან მახარებს, აი ძალიან მახარებს. იმიტომ რომ სარეცხი მაქვს გასარეცხი. ტრადიციულად შაბათი დღეა, შაბათ-კვირა და უფრო მეტად შაბათი და კვირა მაქვს ხოლმე, აი ამისთვის გავკუთვნილი, მანამდეც ხო გავრეცხა, მაგრამ აი შაბათი-კვირა აი უშუალოდ მაგისთვის არის. ვაიმე, სიყვარულო. მოკლედ, თოჯინების თეატრში ვიყავით, ბავშვები ყავდა წაყვანილი, ჩვენი ბაღის, რა თქმა უნდა, მარიკოც იყო, ძალიან მოეწონათ, დედაენაზე ვიყავით წასულები. რა კაია. ძალიან მოეწონათ და ჩვენც მოგვიწოდა რომ ძალიან მოეწონათ, ძალიან საინტერესო იყო. თუმცა უფრო ძირითადად ვიტყოდი რომ საფრესქულე იყო, ვიდრე ვთქვათ 4 წლიანები, თუმცა ანუ იდეაში გაიგეს მაინც ყველაფერი, მაგრამ ნუ რეალურად ეგრე იყო მოკლედ. ხო და ძალიან ვიხალისეთ ბავშვების ხალისით. კადრები გუშინ დაგიდეთ თუ არ ვცდები, გუშინ არ გუშინ წინა ვიდეოში კადრები რო ჩანს, მოკეთებ თუჯინებშია გადაღებული. ძალიან ბევრი კადრები ვერ დავდე, იმიტომ რომ მიბმული იყო ხოლმე სულ ბავშვების რეაქციებზე და აი მაგის დაჭრის დრო, მაგდენი დრო არ მქონდა. რა სიყვარული. მიყვარხარ, მიესალმე. მოგესალმებათ. მიესალმე შესალმე. გამარჯობათ. ნიცა და არ ქვიდე? ნახეთ. რა მომწონთ. ხო, წადი ხა მიირთვიდე, მიდი სიყვარულო, მიდი. მიდი ხა გაახარე შენი დედიკო და შენი აუდიტორია დროზე დედიკო. დაბძანდი და მიირთვი ყველაფერი მანდ. ჩემთან ერთად მიირთვი. რა თქმა უნდა, მიდი დედიკო. ხო და ძალიან გაერთნენ ბავშვები. ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით ხამდენი ბავშვის წაყვანა. მე რა რომ ბევრი ვიყავით. უფროსები არის ხო უდიდესი პასუხისმგებლობა ხამდენი ბავშვის წაყვანა. ძინავს ნიცას, იქ ხმარ შედის დიარი დარდო. მოკლედ. ჩემი ანუშკას საჩუქარი მომივიდა უკვე. ხო და ძალიან მომეწონა ყელსაბამი, აი ფოტოში ხო მომეწონა, მაგრამ ფოტოს მიღმა ბევრად ლამაზია, აი ძალიან ლამაზია. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმეწერა გვერდისათვის, რომ მე გვაცათი ვწერდი და მიმეწერა გვერდისათვის, რომ თუ ენდომებოდათ ჩემთან ბარტერით თანამშრომლობა და ჩავუგდე ჩემი გვერდი. შეხარო? თოდონოს გვერდი რო ჩემ. კი მეცდები, შენი მაყურებელი ვარო და თურმე ნუ იტყვით და დოდონას მაყურებელია. ეს საოცარი ოქროს ხელება გოგო და გადავირიე ისე გამიხარდა და რაღაცნაირად ორივე ძალიან გაგვიხარდა ეგ ამბავი. რა თქმა უნდა ბარტერი შედგება
და ძალიან კმაყოფილი ვარ, ვნახოთ რა სამკაულებს ავარჩევ და საერთოდ რას ავარჩევ. რაღაცები დავსქრინე, მაგრამ ჯერ არ მინდა რომ გაჩვენოთ. ხო და ვფიქრობ, რომ ის ყელსაბამები, რასაც ავირჩევ, იქნება ჩემი აი ძალიან ხშირი, ძალიან ხშირი მეგობარი, იმიტომ რომ მე ზოგადად რატომღაც იყო პერიოდი, როცა საერთოდ ყელსაბამებს არ ვიკარებოდი და ვიხრჩობოდი, ვიგუდებოდი და რაღაც. მაგრამ ახლა ძალიან მომწონს. უკვე кайხანია მომწონს, მაგრამ ხო და მოკლედ ესე გადაწყ. ხო და მოკლედ ერთი სული მაქვს, როდის დაიგეგმება. ჯერ აი ეს პერიოდი არ მცალია, იმიტომ რომ ცოტა ბარტერების ვიდეოების გადაღება მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და მე დამეგროვდა ბარტერები, ჯერ არ გადამიღია რამდენიმე, ამიტომ ამ ეტაპზე შევშერდით, თუმცა ძალიან მალე, ალბათ ძალიან მალე მოხდება ეგ ამბავი და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ როცა ძალიან მომწონს ის რამე კონკრეტული, მაშინ თავადაც ვთავაზობ ხოლმე თუ ენდომებად თანამშრომლობა, რაც ჩვეულებრივი ამბავია და არაფერი არ არის ამაში გასაკვირი. ზოგადად ბარტერზე. ხო და ესეთი ამბები. რაც შეეხება წამალს, წამალი ნამდვილად ძალიან კარგია და ახლავე დაგაწერიდებთ ამ წამლის სახელწოდებას. გუშინ გამოვიარე, იმ კონკრეტულად თქოს არ ქონდა, სხვაგან გავლის დრომი არ მქონდა, ამიტომ გუშინ ვერ ვიყიდე, თუმცა რა თქმა უნდა ეს მაქვს შენახული და არა მარტო ეს ტელეფონშიც მაქვს, რა ქვია, აი მე სათუ მეცხრებლება. რო ვისვამ ხოლმე მას გადაღებული, ხო და ეხლა გეტყვით. ამელოტექსი ქვია წამალს. მოკლედ, ერთი წუთი სიყვარულო. ამელოტექსი. ამელოტექსი არის ეს კონკრეტული წამალი, რომელმაც ძალიან მიშველა, თუმცა დღეს ისევ ძალიან მტკივა, იმიტომ რომ უნდა მიმეღო ნორმალურად, როგორც საჭირო იყო და ვერ მივიღე, თუმცა არის ძალიან კარგი, ეს შემიძლია რომ გითხრათ ყოველ შემთხვევაში. ჩემთვის ძალიან უებარი აღმოჩნდა. და ანუ ანთებითი იდეაში ანთებითის არის რა, ანუ რომ ჩააქროს ეს ტკივილები. დღეში ისმევა გოგონებო მხოლოდ და მხოლოდ ერთიავი, თუ აი მაგალითად კუჭის ტკივილები გაწუხებთ, გიჩვენთ რომ ჯერ ომეპრაზოლი მიიღოთ, იმიტომ რომ მაინც ეს წამალია, რომ შეიძლება კუჭი აკატკიოთო. ჩემ შემთხვევაში არ ამტკიებია, მაგრამ ზოგადად ასე მითხრეს და ინფორმაციას გაწოდით. ну თუ გეტკინებათ, მე რომ უნდა დალიოთ მეორე დღეს ომეპრაზოლი, თუ ამის დალევას გადაწყოთ. არის პატარა აბები, არაფერი არ არის მაგაში გადაუყლაპავი წყალთან ერთად და აუცილებლად უნდა გქონდეთ საკვები მიღებული. უზმოზე ამის დალევა არ შეიძლება. ასე რომ მოვიცალე იმისთვის, რომ მე თქვა ეს ყველაფერი თქვენთვის. მარიამ, რა სალოდებიდე? ესე იგი, ისე მომენატრა ხალხო. ჩემი ქმარი არ მინახავს, ლაბის უკვე 2 კვირაა რა. წასულია საქმეს და ისე მომენატრა, აი ამდენი ხნით მე მგონი რავი არ დაუტოვები ვართ ამდენი ხნით რა. აჰა, დედიკო, გასწორდი საყვარელო. ხო და ვაიმე, აი როგორ ვარ იცი, და ეხლა ცარიელი რო დადიხარ, ეგეთი შეგრძნება მაქვს რა. აი სახლშიც რომ მოვდივარ, ასე უღიმღამოა სახლი და ტიტელი შვილო. რა საყვარელო. ჩართულია საყვარელო წითელი იმიტოა ეს. ხო და ვაიმე, ჩამოდი რა ძალიან გევეტრები. მოჩი ხსაკვებს და დაუბრუნდი ოჯახს. ხო და ისე მომენატრა და აი
თუ სადმე მიდიოდა ხოლმე ძალიან ცოტა ხნით რა, ეხა 2 დღე, 1 დღე, 3 დღე, ანუ ამდენი ხნით მართლა არ დაუტოვებივარ და არასდროს, რა ვიცი, ამ წლების მანძილზე და იმდენად მომაკლდა და ისე მომაკლდა, ეხა მაგას საერთოდ ჭორაობა რაღაცები, მაგას საერთოდ ჭორაობა რა, ჩემი ჭორაობა და ეგ მისმეს თორე ეხა ყობა და ჭორაობა აი რაღაცას თუ მეტყვის თორე ისე რომ აი დაჯდე და ეხა ბიჭეში კაც მარცუ და დაჯდე და ეგრე ჭორაობა, მაგრამ ზირთად მე მაგენა ხო გადმოგდებული ხო და რაღაცა ერთად ყავის დალევას ვამბობ ხოლმე, მაგრამ უბრალოდ ერთად ვადუღებ და მე გარეთ გადის თანმოსაწევად ყავის დასალევად, ანუ გამოდის რომ მაინც ერთად არ ვსვამთ, მაგრამ იქ ყობას ერთად ყავას ვსვამ, ეგრე ითვლება რა. ნუ არის ხოლმე შემთხვევა რომ ცოტას აქ დალევ, ცოტას აი ეს მე ვჩხუბობ ხოლმე რომ რა იყო ერთად თუ გვინდა დალევა და მე გარეთ გადიხარ და რაღაცა ეგრე რა. ხო და მოკლედ დაუბრუნდი წარიეთქო მალე შეძოჭავს. თუ ჩამოგაკითხა ვიცოდე, ხადედიკო. მარიკო. ხო და დღეს დილით. თეთრი არ არის, შემწვარია კაცო, მიდი. მარიამ სწრაფა თუ შეიძლება, მარიკო სწრაფად. და დღეს აბაზანაში ავედი მე და მარიკოს ეძინა და რომ ჩამოვედი უკვე ფეხზე დავხვდა ძალიან კარგად გამოხვიძებული რა. ხო და არ იყავით არ ჩენ არც მამა ორივემ დამტოვე და შვილო მეთქი. აუ რაღაცნაირად მეთქი მამა გვინდა. სატარი. ჩამოვა უკვე ძალიან მალე მოვიშვებ დღესაც, მაგრამ დღეს არ ამგონია ამ დღეებში ჩამოვა. მე რა კაიბზე გამოდი კაშკაშებს და დიაში სარწყავში ხელიც უნდა მქონდა და გაფენილიც, მაგრამ მე ხო ჯერ ყავასთან მარტავ ცოცხალი არა ვარ. უი, ბოდიში. ვიღაც ხალი ყავს Facebook-ზე. კაი, ბოდიში. რომელიც აი რა გითხრათ, არ უბლოკავ. ხადედიკო. ყველა ვიდეოზე. სასისხარო. ყველა ვიდეოზე რას გავხარ. ყველა ვიდეოზე ფუშენი. და მსგავსი ტექსტები ყველა ვიდეოზე, რაც არ უნდა დავდო, რავი, როგორ გითხრათ, რაც არ უნდა დავდო, აი ტოტი რო დავდო, ვიდეო იმასაც დაწერს რა. და რა დაამტყოფებულია ერი ხალხო რა უკვე აი აღარ მებრაზება ხო ხვდებით იმდენად დაამტყოფებულია. ეხლა ნახეთ მეტროში მოვდივართ, ეხლა ჩვენ ძირთად ხო სულ მეტროთი დავდივართ და ისტორიებს ძირთად მეტროში გვაგან მარშრუტკაში გვაგან. ხო და მარიკო ღერის ინგლისურად რაღაცას. რაღაცა სიმღერას რა და ალბათ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა. ხო და რომას და goat money round and the only cut ground everybody gets Tony when he's gonna cry to see I mean that's tick tick მიყვარხარ და მით ხო და ქალბატონმა გვერდიდან ჯერო ქართული გესწავლებინაო თუ რაღაც და მსგავსი შემთხვევა მიადრეც მქონდა. ოღონდ ესე აღარ მახსოვს მარიკო რას ამბობდა ადრე, ანუ რაღაცას ამბობდა, არ ვიცი და ადრეც მახსოვს მსგავსი ინციდენტი. ხო და მეთქი ახლა მივუბრუნდე და ვითხრიო. ხო და იცის თქო ქალბატონო ისაყარელო იცის მე ვტყარი აი რატო გონია ვინმეს რომ თუ ბავშვმა ინგლისურად რა მეთქვა ქართული არის იცის ვინ და მარიკო დავთვილად იცის დამიჭერეთ თქვენ მაინც კი იცით რომ იცის და ვიცი დათვი რუსულად ამას რო ნორმალური საუბარი ესწავლა ვიცი დათვი რუსულად არის მე თვითედი კორცი წუთი ტვინში ის ჩამეინდა რასაც გვია იმდენი მოკლედ შესიყვარო იმდენი ვიშრომე და ვიშრომე ზოგადად ოჯახში რომ ბევრად გამართულად ესწავლა უი მაგიტო დაიჯღანე ბოდიში სად მოგარტყი აი რო იგრიხები იმიტოდე და ვერ დავუმიზნე ეთქო
ხო და დამეზარა მე მაგის თრევა. აი ხო ერთზე ბეტრია ერთი კარგად. გადაწყვეტე ხოლმე რა ქართული რა ჯერ საერთოდ არ იცოდე შეაკითა ვერ გავიგე. აი ხალხი დადერვოზებული თქოვიცახი. მერაჟვაჟი ვარ არ ვიცი, მაგრამ ხალხი არ დადერვოზებული, ჩემი ნერვოზებიც მეყოფა. რა ვერ გაიგებ რა. აი მე ჩხილები მიგავს რა გითხრათ რას, აი რაღაცა გაუგებრობას, რაღაცა რომ გაიგე, აი ამას ვერ გაიგებთ. აი ნუნების დაბლამდე მაგ დაჭრილი, ისე მაქვს აი დაჭხილი ჩხილები. ოდნავ წამოიზარდა თუ არა გოგოებო. ისევ იგივე ის დაიწყო პრობლემა. მაშინ რომ გამიფუჭა სალონში გოგონამ და ძალიან დამითხელა და აი ბრწყნა და ამიტომ მაქსიმალურად ჭრი. ხო და ხანდახან როცა მახსენდება კვარტალში ერთხელ სოდაში ვყრი ხოლმე და მარილში, რაც ძალიან კარგია და ნებისმიერ გასამაგრებელ ვითომ რო იყიდება აფთიაქებში ჯობია ეგ ჩვენი ხალხური მეთოდი. ადრე რო ვიმკურნალე იმით რო ვიყიდე, როგორ იყო იცი, ვაკურდებოდი რომ აღარ იფრცქნებოდა როცა მესვა და ერთი დღე რო არ წამესვა, იფრცქნებოდა. შესაბამისად ესეთი თითებით საშინელება და ვიდეოში ახლა ხო საერთოდ არავიზუალურია ჩემთვის რა, იმიტომ რომ აი ძალიან მოკლედ მაგ და მე არ მიყვარს ესე ძალიან მოკლედ. ოდნავ გრძელი, კი ბატონო, ოდნავად გრძელი რო იყოს, თან ლაქსაც ვერ ვისვამ ეხლა რო ცოტა გამომიჯანსაღდეს რამენაირად და ნუ მოკლედ. ჰადედიკო. ერთვის აყარანო. დედიკო, სხვათა შორის არ დაგავიწყოს, რომ შენ თვითონ მთხოვე. მიდი დედი, ჩქარა საყვარელო, ჩქარა და წადი და დახატე მერე, ჰა. ერთვი? არა, დედი, პური უნდა მიაყოლო, არ შეიძლება. აჰა, მეტი აღარ დედიკო. ესეც მიირთვი მერე. ხო და უკეთ ესე. მზეროა გარეთ ჩემი გული რაღაცნაირად სხვანაირად ზგერს. რაღაცნაირად უხარია, გულს უხარია. მარიკო, დედი შეგიძლია მაცივიდან ორეო გამომიღო, გავხსნით და ერთსალს მივირთმევ, კაი? კაი. მომიტანე შვილობაში თუ კაი მომიტანე. აი მე როგორ ხრუტუნებდე და აღარ შემიძლია ხალხო. შელოცვა გჭირდებაო. გრიპზე დამჭირდება. უი, დიდი მადლობა, გენეცვალა დედა. ზე 220 ვარი არ ჭირდება და რატო ვიცი ხომ ის შელაგება მაინც ვერ გავიგე. მიყვარს. თუ არის შევჭამე ხო სპეციალურად არ ვიყიდი რომ მივაყორო და. შენ ჭამე საჭმელი? არა დედა. აბა ორო საჭმელია? არა. ეგ არის უკუტული. შუკუტული. საყვარელი. შენ ვერ დაიმახსოვრე. შუკუტულია თუ საჭმელია, არ ვიცი. შოკოლადი ქვია და. შუკუტული. ნახე ხა როგორ გადამსკდარი მაგ სუწითელი როა. სუწითელი იმიტომ ცივეზე თორე რაც ყობა წავიდა, მინდა გითხრათ რომ ჭურჭელთან, წყალთან დიდი შეხება აღარ მაქვს, იმიტომ რომ ბევრი სადილების კეთება აღარ მიწევს დიდად და ბატონო, თუმცა ჩვენს მაგრად ვაგროვებთ ჭურჭელს. იმის ბრალია. ად მად რატო ხარ შემძვრალი? უნდა გამოვიღო ბერსაჭმელები, აბა ფაქცია ხომ არ ვარ. რა ჩემს მირტყავს. რა უნდა ვისთან არის? აუ, ზე ჩავიდა მადლობთ. ეხლა წვიმა დაიწყო. არა. წვიმა არის დღეს? არ ვიცი, კი მგონი. თუ ხუბრიანი? თუ არ ვიცი.
აუცილებლად უნდა ვიყიდო საშრობი დასადგმელი. იმიტომ რომ ცუდი ამინდებია და ნახევრად მშრალი ხო ისედაც გამოდის მანქანიდან და რო გაწვიმდეს გარეთ ხო ასე რომ იქ მისჩერია ხოლმე დავკიდო. ამაც ერთად მინდოდა ყიდო და ვერ ვიყიდე და თვის ბოლოს ჩამერცხება თორე ხელფასი გავქანდები და მაგას ვიყიდი. პლუს რამდენია 92-93 ლარია ჩემი ტელეფონის განმარტება. ეგ ჩამოიჭრება 100 ლარი მაქვს ანაბარზე ტელეფონისთვის წინასწარ შენახული რომ უფრო მეტი გადავრიცხო ხოლმე, ამიტომ აუცილებლად მაგას ლარსაც გადავრიცხავ და 92 რაღა არის. ხა იმას ლარსაც შევასრულებ და ანუ მაგდანს გადავრიცხავ. სადღაც 108 ლარი გამოდის თუ რაღაც, მაგას გადავრიცხავ კიდევ დამატებით რო ცოტა მალე დაიფაროს, მე YouTube-ის ხელფასი ჩამერიცხება და ნუ იქითათვის იმაში 21-ში თუ 23-ში მანდედანაც ყოველ მიზეს გარეშე აუცილებლად გადავინახავ ან პირდაპირ გადავრიცხავ წინსწრებით. მაგას გადავრიცხავ და Facebook-ზე რა ვიცი როდი ჩაირწყება კაც მაინც $10 როდის მომიკროვდება, თუმცა მშვენივრად მივდივარ გამომუშავებით, არ ვემდური ნამდვილად ვერანამუსით უნდა ვემდურო და კაი გამომუშავება მაქვს. თუმცა ერთ თვეში ნამდვილად ვერ მოვაგროვებ $100, მერანაირად ახლა უკვე რამდენი დრო გავიდა ხო ვერ მოვაგროვებ. იყოს ორ თვეში სად მეჩქარება გეხოცებთ, იყოს 3 თვე არ მეჩქარება, ანუ Facebook-ის ეს არ მეჩქარება. არ შემიძლია არ გამოვეხმაო, რომ TikTok-ზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს, რომელიც გამოიწვია 12 წლის გოგონას TikTok-ის ვიდეო. აქ არ ავტვირთავ მის ფოტოს, იმიტომ რომ ეს TikTok-ზე განთავსებული ვიდეოა და არ მინდა რამე დავარღვიო წესები YouTube-ზე. შეძრწუნებული ვარ სრულიად ის მნიშვნელობით ხალხო, შეძრწუნებული და ჩემთან ერთად უამრავ ადამიანს აქვს ეგ რეაქცია, რაც არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან მიხარია, რომ ეს რეაქცია გვაქვს და ვეიმიჯნებით მსგავს რაღაცებს. ჯერ რომ 12 წლის გოგოს TikTok-ი აქვს უკვე ძალიან მოხვედილი, როგორც თვითონ ამბობენ, აი ეგ უკვე ძალიან ცუდია. განსაკუთრებით ვერ ვიგებ ამ დროს მშობლების ყვიჩახშვილოს ვერ ვიგებ და მომკალით თუ გინდათ. მომიტანი და წაგისმევდე. იღებს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იკეთებს მაკიაჟს და მიდის ფრჩხილების გასაკეთებლად, ანუ წარმოუდგენელია ხალხო. მერე რაც კომენტარებში ხდება, ხალხი წერდა მერე რომ ვინ გაძლევს იმის უფლებას რომ აქ იყო ამ ასაკში ასე რაღაცებს აკეთებდეს სახეზე, რეალურად იფუჭებს ხო სახის კაცხა 12 წლის ბავშვია ხალხო მაგას რა თუნდა ამდენი რაღაცები და პლუს ის კომენტარები რაც ტრიალებს იმ ბავშვის TikTok-ზე და მისი პასუხები რომ 5 წლის ბიჭები ნუ მწერთ წარმოუდგენელია უბრალოდ აი არ ვიცი აი მე წაგისმევდე დიკო კარგი ერთი წამი ეს უნდა დავასრულო ეს თემა და მოვალ და რომ ეკითხება საზოგადოება ის ადამიანები ეკითხებიან ვინც აღშფოთებულია და ლოგიკური კითხვა რატომ აქვს მას ამდენი რამის წვდომაზე უფლება მისი პასუხი არის ის რომ იმიტომ რომ მე 10-იანებზე ვსწავლობ და დედამის უფლებას მაძლევს 10-იანებზე სწავლა როდიდან გახდა
ის რომ კი კაცო, მიდი შვილო, იგრიალე და გინდა TikTok-ი ქონდეს და იქ რაღაცა სასწაული კომენტარებზე პასუხების გაცემებით და ჯანჯო ქალობ და 12 წლის. მგონი არც არის თუ რა ვიცი 12 წლის ავარაუდოთ. ნუ ეგრე წერა კომენტარებში 12 წლის დედებო 10-იანებზე კი არა სულ ოქროს მედლები გიფრიალოთ ხალხო. ამ ასაკში რაზე საუბრობთ რა TikTok-ზე და გაჩნიათ არასდებს და რა საუბრობს ამ ვიდეოებში და რა პასუხებს ცემს ადამიანებს კომენტარებზე. ანუ სად ვართ ამ დროს მშობლები, ანუ გული მისკდება რომ მარიამი რო გახდება მაგასაკში 10 წლის 11 თვე. ანუ რა თუ კარგად ისწავლის მე მივცე ყველაფრის უფლება სოციქსელში აკეთოს რაც უნდა იკეთოს აემხელა მაკიაჟები და იდოს ტონა მაკიაჟი იმიტომ რომ 10-იანებზე სწავლოს მე ჩხელებზე სალონში ჩაიწერო აი უბრალოდ შოქში ვარ ხალხო მიუხედავად იმისა რომ მე არ მივეკუთვნები ადამიანს ვინც აი რო იტყვა ხოლმე რომ მე ამის აზროვნება ხო აი არ მივეკუთვნები და ძალიანაც მომწონს თუნდაც პატარა ასაკში თავის მოვლას რო იწყებს ადამიანი მაგრამ არა 12 წლის ასაკში და არა მილიონ ტონა რაღაცას რო იდებს სახეზე და არა ის ვიდეოები რა ებსაცდებს რა პასუხებს ცემს აუდიტორიას ხვდებით ეს არ მომწონს თავის მოვლა არ ნიშნავს იმას რომ კანი გავიფუჭოთ მაგასაკში და ძალიან ბევრ რამეს არ ნიშნავს კიდევ და მე ანუ რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში როგორც დედამ წამიდით მარიამი რო იქნება მაგასაკში უბრალოდ არ ვიცი რა იქნება რა ცხოვრება იქნება და მე უნდა მივცე ამის უფლება ანუ კარგი სწავლა მაგისთვის ძალიან ის არის რომ აი კარგად სწავლობს კაცო ბავშვი და მივცეთ უფლება მე მსგავს რაღაცას ვერ შევეგუები რა აი ვერანაირად ვერ შევეგუები არა თუ უფლება მივცე საერთოდ TikTok-ი არ ექნება მაგასაკში მარიამის TikTok-ი არ ექნება იმიტომ რომ მე ასე რთული საჭიროდ და მე რასაც რთული საჭიროდ იქნება ზუსტად ესე იმიტომ რომ მარიამი არის არასრულწლოვანი მაგასაკში ხო 12 წლის ასაკში და მაგაზე პატარა ბავშვებსაც რო აქვს ეგეც ხო კიდე ტრაგედიაა ხალხო და გადიან თურმე ლაივებში ერთ-ერთ გოგონას ედო ვიდეო ძალიან მოკლედ ვუყურე მაგრამ ანუ აზრი რა იყო რომ შუა გაკვეთილზე შედის TikTok ლაივში ბავშვი გაკვეთილზე ეხლა მაგა რა უნდა ისწავლოს გეხვეწებით გაკვეთილზე შედის TikTok-ის ლაივში და რა უნდა გაიგო ეხლა ხო ლაივში ზიხარ და აი რა უნდა გაიგო ან ლაივში ხარ ან სკროლა აი რა მასწავლებელმა რა თქვა ერთ სიტყვას ვერ გაიგებს და ისე უდევს კამერა რომ ნუ ჩანს ესე მეტნაკლებად და იქ მიდის კომენტარები ხალხო ეს გოგო იყო შოქში რომ ხალხოვო დედებოვო მოიფიქრეთ რამეო რომ ეს ყველაფერი თქვენ შულებს არიდოთ ამდენი პედოფილი აი ძალიან მომრავლებულია ხო საქართველოში თუ არ იყო ძალიან ბევრი და ვამბობთ ვაიმე საზღვარგარეთ დუხს პედოფილი აქაც დუხს და ძალიან მაგრად დუხსთან აქაც დუხს უბრალოდ რაღაცებს რომ ვერ ვხედავთ და იმალებიან არ ნიშნავს იმას რომ აქ არ დუხს ძალიან კარგად დუხს აქაც და რამდენი გამოაშკარავეს და რამდენი რამე ხდება ხო არ უნდა ამ ასაკში ბავშვს ამდენი რამეზე წვდომა არ სჭირდება ჩვენ არ ვიცით ვინ რას მიწერს მაგასაკში ბავშვს ეს ბავშვი რას ფიქრობს ზოგი უფრო მალე მწიფდება სხვადასხვა რაღაცეები ეწყებათ რაღაცა არ ვიცით რა მოხდება არ ვიცით რითი შეაბავს ის ვიღაც დეგენერატი თუნდაც მასზე 3 წლით უფროსი 10 წლით უფროსი თუ 15 წლით უფროსი და რას დამართებს მაგ თქვენ შვილებს და ამ შემთხვევაში ბავშვზე აღარაფერს ვამბობ რომ ის TikTok ლაივშია მას აქვს წდომა და არ აინტერესებს კაცის გაკვეთილი ახლა და ზის ლაივში რა დედები რას ვაკეთებთ ამ დროს არ სჭირდება ამ დროს ბავშვს ისეთი ტელეფონი სადაც ის შეძლებს სოციალურ ქსელში შესვლას
არ სჭირდება არის ტელეფონები საიდანაც ვერც TikTok live-ში შეხვალ და ვერც ერთ live-ში ვერ შეხვალ. უბრალოდ დაგირეკავენ და დაურეკავ. ამისათვის რა თქმა უნდა საჭიროა თუნდაც მაგასაკში ქონდეს ბავშვს ტელეფონი, იმიტომ რომ ქონდეს ბავშვთან წვდომა, ეგ აუცილებელია. ეხლა მე გული გამისკდა სამსახურში რო ვარ და ბავშვი მან დედამ პირობითად გეუბნებით რა წასასვლელია თუნდაც ცეკვაზე იქიდან ვინ დახვდება, ვაკონტროლო სადაც საჭიროა. მაგრამ არა iPhone 14 და რაღაცეები. არ არის საჭირო რა, ხო ხედავთ ხო რაები ხდება. 12 წელს ბავშვი გეუბნებით, იმიტომ ზის TikTok-ში და იტყლარწება ყველა კუთხით. იმიტომ რომ დედა აძლევს ამის უფლებას. ნახეთ, საკუთარ შვილებს თავად ვღუპავთ რეალურად და ვისთან რა პრეტენზია გვაქვს? ბატონო? უნდა მაგდას. მადლობა. თავალა გემივდები ჩვენ უჯრაში და მე უკვე დავწმე წმენდა. მადლობა დე. არ ვიცი, მე მაგალითად ძალიან მეშინია მაგ ყველაფრის. ძალიან მეშინია, რომ გეუბნებით რამდენჯერ შევედი TikTok live-ში, ალბათ 3 თითი მეყოფა რომ ჩამოთვალო და საზიზღრობაა ხალხო, აი მსგავსი პლატფორმა და მსგავსი განუკითხაობა არ არის არსად, არც ბლოგზე, Facebook-ის ბლოგზე ჩემთან, არც YouTube-ში, TikTok-ზე არის, აი შეხვედი ხო, წამში 1000 კაცი შემოვარდება და გაგინებს. 10 წლის, 11 წლის, 7 წლის ბავშვები, კაცმა არ იცის. იმანაც რატო გეჩხუბება და შეცვერიგებ რატო გაგინებენ, ანუ გიჟები არიან, ბავშვები არიან, ვისაც ძალიან მოწონთ ესეთი სიტყვების გამოყენება და ამოფარებული არიან რაღაცა ფოტოებს და ისედაც ვერაფერს მიზავ, იმიტომ რომ არასრულწლოვანი ვარ. ეს ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი, ეს მშობლების ბრალია. იმის ბრალია, რომ ჩვენი შვილებისთვის ვეღარ ვიცლით, იმიტომ რომ დღე და ღამე ვმუშაობთ და ჩვენ შვილებს ვეღარ ვუთმობთ საკმარის დროს. მიშვებულები არიან, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, კაცმა არ იცის. რას ეწევიან, რას სვამენ, არ ვიცი, 1000 რაღაცებს აკეთებენ. იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვცალია შვილებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გადარჩენისათვის ვიბრძვით ყოველ წამს. რომ გადავრჩეთ, შიმშილით არ დავიხოცოთ, რაღაცა სწავლის რაღაცა აემდენი მოვაგროვოთ, რომ ბავშვს ვასწავლოთ, რაღაცა ცურვაზე ვატაროთ, ეს ვქნათ, ის ვქნათ და ყველაზე მნიშვნელოვანი გრჩება გვერდი. მე რატო არ მატარებ ცურვაზე? გატარებ მალე დედა, ჯერ არა, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული ხარ. პატარა არ ხარ სიყვარულო, დატვირთული ხარ ბაღში, კარატე გაქვს, ბალეტი გაქვს, ინგლისური გაქვს, ძალიან იღლები დედა მაგიტო. პატარა არ ხარ დედიკო. და გვერდით გრჩება ყველაფერი რა. ყველაზე მნიშვნელოვანი გრჩება გვერდით და ვეღარ ვაკონტროლებთ ამ ჩვენ შვილებს და არ ვიცი რა ვქნა, აი ისე მეშინია იმის რომ წინ რომ ვიხედები გული მისკდება ხალხო რა იქნება და რა გველის არ ვიცით, რა გველის. ჯერ სად ვართ? აი მართლა სად ვართ ჯერ. არავინ არ ვიცით. ეხა არის 4 წლის. აი 11 წელს რო გახდება და 15-ის კაცმა არ იცის რა ცხოვრება იქნება. მაგრამ ჩვენ ნახე მაინც ხო ადრეც რა იყო მე შეიცვალა და ადრეც ასე ამბობდნენ ხო ახლაც ხო იგივეს ვამბობთ ჩვენ როგორც ვთვლით საჭირო და როგორც წარმოგვიდგენია მაინც ხო ესე აღვზრდით მაგრამ არ გვცალია ამაშია საქმე რომ მშობლებს აღარ სცალიათ რა ქნან ძალიან ბევრი უკვე ემიგრაციაში მიდის და რჩებათ მამებს ბავშვები რომლებიც ისეთ სათანადო ყურადღებას სამწუხაროდ ვერ აქცევენ, თუნდაც კარგი მამები და დეგენერატი მამები სხვა ქალებში დარბიან და ეს ბავშვები მაინც ასე რჩებათ. ანუ გამოდის რომ მათთვის შრომობთ, მაგრამ რეალურად ხელიდან გვეცლება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები რა. ვერ მივცემ რა 12 წელს კი არა 15 წლის ასაკშიც ვერ მივცემ მაგის უფლებას დაჯდეთ და აუ ბოდიში ხა პატარა ბიჭები ნუ მწერთ თუ რაღაცა აი ვერ მივცემ მაგის უფლებას წნევა დამარტყოს მოვკვდები იქვე ვერ მივცემ მე რა გამომეპარება ხალხო ყველა პლატფორმაზე ვარ ყველაზე პირად ვიცი და რა ყველა იცნობთ
მარიკოს და მერეც გეცოდინებათ როგორ შეიცვლება ვიზუალურად. აქედავე გეუბნებით, სადმე თუ დაინახეთ, რომ TikTok-ი აქვს და მე დაბლოკილი ვყავარ, ეგრევე დამბლოკა, რომ მე ვერსად ვერ ვნახო, ეგრევე მწერთ, რომ გვანცა შენი შვილი TikTok-ზეა. ეგრევე, აი ჩემი თხოვნა და მუდარა იქნება ეგ, რომ როცა არ უნდა ნახოთ, აი სადამ გახდება რაღაცა ასაკამდე, ეგრევე მომწეროთ და საშვილთაშვილოდ ვიქნები თქვენი მადლიერი ყველასი რა. ასეა. 10-იანი კი არა, ოქროს მედლებით რომ მოვიდეს დაკიდებული არ მაინტერესებს. ჩემთვის არ არის აუცილებელი რომ მედალი დამიგდოს აი აქ რა და მივცე იმის უფლება რომ წავიდეს TikTok live-ში გამომეჭიმოს და რა ვიცი, ვის რას ელაპარაკება, რას წერს. მერე live-ში იჯდე ზოგი აგინებს ზოგი და ნუ დანარჩენზე პირადში ვისაუბრ თუ რა აი შეიძლება არ ვიციო. ჯები ტვინი ჯება გაფრინდეს. ეს არის. ჩემთვის არის მიუღებელი. ვისთვის არის მისაღები არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არის მიუღებელი. ნუ იტყვი და თურმე მისაღები ყოფილა გერ ადამიანებისათვის თავარი 10-იანები მოუტანოს შვილმა სახლში. მე არ მინდა მარიკოს 10-იანები. არ მჭირდება არაფერში. არაფერში. სულ არ მისწავლია, მაშინ 5-იანები იყო, რა თქმა უნდა და ქულა არც იყო, მაშინ 5-იანს გვიწერდნენ დამთავრდა, ან 3-იანს, ან 2-იანს, ან რა ვიცი. ნუ 1-იანი არ იყო, რა თქმა უნდა. მადლობა. სულ არ მჭირდება და არც მე არ დამთავრები 10-იანებზე და სულ არ ვთვლი, რომ რამე დავკარგე ახლა ამით. აი საერთოდ არ ვთვლი, რომ რაღაცა დიდი ღირებულება მაქვს დაკარგული, იმიტომ რომ მე ისეთი პროფესია ავირჩიე, სადაც სულ არ მჭირდებოდა ეგ თქვენი არც ქულა და არც ციფრი და არაფერი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ 2-იანებზე გესწავლა ადამიანს, ხო? მაგრამ ჩემი ტვინი იყო მომართული სცენისაკენ და იქ ვიყავი გადასული თავიდან ფეხებამდე. და მხოლოდ იმას სწავლობდი, რაც ვიცოდი, რომ გამომადგებოდა. აი უფრო ბოლო წლებში გეუბნებით რა. ეხლა მე არასდროს არ ყოფილვარ მოწაფე, რომელიც იყო, აი მოწაფე იტყოდნენ. არ მიყვარდა დიდათ ეს გაკვეთილები და მომკალი თუ არ მიყვარდა ხალხო ეხლა და ნუ რა გავაკეთო. ყველას ვერ ეყვარება ყველას. და მათ შორის ვერც მარიკოს ვერ ეყვარება, ან ეყვარება, ან არ ეყვარება, მაგრამ ესე რომ მედალს თუ მოიტანა, ეს გექნება და მედალს თუ მოიტანა, TikTok-ს არ იქნება ეგრე. თუ ისწავლის, ისე მისთვის ისწავლის. და ძალიან შევეცდები რომ ისწავლოს, როგორც რა ყველა დედა ძალიან ვცდილობთ, ხო, რომ საკუთარ შვილებს ჩავუნერგოთ. კი, და ზოგადად სწავლა უნდა იყოს პრიორიტეტი 12 წლის ასაკშიც, 15 წლის ასაკშიც და რა ვიცი მე. ჩემთვის ახლა ძალიან პრიორიტეტულია სწავლა. აუცილებელი არ არის რაღაცა დავჭდე და თუნდაც ფსიქოლოგიაზე ჩავაბარო, ან თუნდაც რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა რაზე. და არ აქვს მნიშვნელობა ხელსაქმეს ისწავლე თუ არ აქვს მნიშვნელობა. სწავლაზე ორიენტირებული ვარ და დღემდე 1000 რაღაცას ვედები რომ ვისწავლო. იმიტომ რომ მე მიყვარს სწავლა, აუცილებელი არ არის ხო უნივერსიტეტში ვისწავლო. დავამთავრე უკვე და არც არის აუცილებელი რომ უეჭველი თუ დავამთავრო უნივერსიტეტი. ყველას არ შეუძლია და ყველას არ უნდა ეს მიღებლობა უნდა გაგვიჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პატარა ასაკში ჩავაგონოთ, რომ თუ არ გინდა შვილო ნუ ისწავლი, თუ ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ისწავლოს, იმიტომ რომ სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწავლა არის ძალიან ღირებული, რასაც ვერავინ წაგართმევს და რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებ. და მე რაც ვისწავლე დღემდე ვიყენებ, ვარ 38 წლის. სკოლაში რაც ვისწავლე არ არის აუცილებელი, ეგ მაგით ვიმსჯელოთ. ზოგადად რაც მისწავლია, რაც გამივლია, მაგით აუცილებელია სწავლა, იმიტომ რომ შენ ცხოვრებას რეალურად წყვეტს ეს ყველაფერი. რას ისწავლი, ამას მე შენ თვითონ გაჩვენებს. შენი ცხოვრება დაგანახებს ამ ყველაფერს, მაგრამ პატარა ასაკში ვერ დავეთანხმები, რომ თუ მედას მომიტანს, ამიტომ იქნება სოციქსელი. ანუ ბატონო. შეიძლება გამუშტერდე ეგ რომ მითხრას. რა ვიცი. მეც ძალიან და მე უფრო მეტად მეყვარხარ. და რა დაგჭირდა სათვალე უნდა გაიკეთო?
აი ასე. კიდე. და მე წმინდა. კარგი საყვარელი. ასე 5 წუთი უნდა დაელოდო. კაი საყვარელი. ეს საყვარელი ხარ დედიკო. ხო და ესე რა ვიცი ხა არ მივცეთ რა შვილებს მაგდენი რაღაცა თავისუფლება. აი ეგ თავისუფლება ცოტა ხანში არ არის გამოსაყენებელი, არ გამოადგება არაფერში ეგ თავისუფლება რა. ისანი მომინადებოდა. ხო და ცოტა მოგვიანებით საქმე მაგ. რაში უნდა გამოიყენოს? რაში უნდა გამოიყენოს ყველაფერი? მაინც ვწურება ყველას და მეც ვწურება. მაგრამ ისცეს იმ ბავშვს იმის უფლება გქონდეს თუნდაც დავი iPhone Samsung მაგას რა მნიშვნელობა აქვს თუ LG და შედის რა ლაივში არ უნდა ეშენი რაღაც მათემატიკა თუ ქიმია თუ რაღაც. ნუ ხა ვერ დაინახა რა მასწავლებელმა რა მე მაგალითად ცოტა მკაცრი ვარ მაგ ამბებში. არ დაგიმალავთ. მე რო ვიყო მასწავლებელი აბსოლუტურად ყველა ბავშვის ტელეფონი მედება მერხზე ჩემი გაკვეთილის დროს. ყველა ბავშვის. რამდენი ბავშვიც არის და დამიჯერეთ ვერ მომატყობს რომ არ აქვს თუ აქვს. გავჩხრე ყველაფერს. მაინც ვიპოვე. დედიკო, დიდი მადლობა, გონ არა მოიღო კურსასმენები, კარგი? ეს დათუძია მაჩუკა და ძალიან ვუფრთხილდები. და ყველა ბავშვის ვინც არის მედება ეს გამწკრივებული ჩემს მერხზე თვითონაც რო ხედავდნენ ჩარტარდება გაკვეთილი სიხარულით მეტყვის აყოლებს შეგწეთ აიღო თქვენი ნივთი დამთავრებული ამბავი ვერავის ვერ მივცე მაგის უფლება არის ძალიან ბევრი ხა როგორ არის არ ვიცი და სადმე თუ არის მაგრამ რაღაცა მეც რო ვუყურებ ხოლმე ვიდეოებს სხვა ქვეყნებში არის სპეციალურ კარადებში ინახავენ არის რო კლასის კარდას გამოაღებენ იქ ინახავენ არის რაღაც ძალიან ბევრი რაღაცები არის შემუშავებული და მე ძალიან მომწონს ეგ ძალიან მომწონს მირჩევნია თავი დადოს და არ მისმინოს მოსწავლემ ვიდრე TikTok-ის live-ში იყოს ნუ მომისმეს თუ არ უნდა კაცო უბრალოდ ხელი არ შემიშალოს თუ არ უნდა ნუ მომისმეს თუ მას ეს არ აინტერესებს ვაი მე დედიკო მიდი ჩაეხუტე და მე გავაღვიძე მოდი ზაყვარელო შენ გავაღვიძე ასე რომ ჩემთვის მედალი არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ ცვლის ჩემს პრიორიტეტებში. მედალს თუ მოიპოვებს ისევ მისთვის, ჩემთვის არის, მისთვის. მისი მომავლისთვის არის კარგი. და რა თქმა უნდა მისი მომავლისთვის ვიბრძოლებ მე და მისი განვითარებისათვის. თუმცა მედალის არ მოტანა სახში არ ნიშნავს იმას, რომ თავში არაფერი უყრია. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მშობლები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი ხდება და ეს ძალიან ბევრი უნდა ავარიდოთ აუცილებლად ჩვენს შვილებს. ყველანაირი ხერხით. უნდა მოვიცალოთ რაღაცნაირად, უნდა ვყარაულოთ, უნდა ვუთვალთვალოთ და ყველაფერი უნდა ვქნათ. დეტექტივები უნდა ვიყოთ, რომ რაღაცა ისეთი არ გამოგვეპაროს. შეიძლება მაინც გამოგვეპაროს, ხალხო, ანუ მაგას ვერ შეიძლება მაინც გამოგვეპაროს რაღაც, მაგრამ ბერად ნაკლები რაღაც გამოგვეპარება რა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მარწუხებში მოაქციო. არანაირად, მასაც უნდა ქონდეს თავისი წილი თავისუფლება აუცილებლად და არ შეიძლება ესე მაგრამ მიდი შვილო გააჩნია რომელ ასაკში ეტყო. მიდი შვილო ახალაც არ მეუბნებიან 38-ის ასაკში. ჩემი კაკლადაღარ. კაიდე, რა ვიცი, ბაბა რო კომასაც რომე ხანში მოხო სადახარავს ვაღაბებდი. მამა გათხოვილი ვარ, მე ქმართან ერთად ვარ და მაინტერები იშლება, თუ მაგვიანებ. რომ რას ქვია, ღამეა უკვე. რა თქმა ერთად ვარ, ხო? ეს მას კი შეიძლება მარწუხებში ყავარ მოქცეული, მაგრამ ეს მამა და დედა ყველა ასაკში მამა და დედა. მოიცადე? ანდა მოდის. მეცინება ხოლმე რა მამა კაი რა ხოცები ვეთქო ხოლმე
არა შვილო რომ საძეთ გინდა მოდი კაცო უბრალოდ ღამია და რაღაცა ძაღლები არ იყვნენ გარეთ და რაღაცა ეკრა. აი ძალიან ცუდად ვარ. ახლა ტიპს რომ ცოტა ნიშა. იცა ძალიან ტკირის ასე რომ მოდით. აქ და გეგმშვიდობები დიდი მადლობა რომ მიყურებთ.